Მინდა დავეწყოთ ამ კურნალ და კოზმა და დამიანი პერეზოინო პანტელი მერომნოზე იმედი მოკიანი კიდე თალელე პრეპონიც და ყოველდღე წმინდა და უეწყოთ ამ კურნალ და ღირსა და ღმერთ შემოსილთა მამათე ჩვენ წმინდა და მართალ და მშობლიო მთისედრ იოაკიმ და ანასი და წმინდისა ბასილი დიდისა კესარე კებადოგის თავარეპისკოპოს წმინდისა პეტრე ხუცის ამსარებელისა მოწამისა ბასილი ამკვირელისა რომელიც ამა კესარეს მინდა და ბასილისა ემილისა ბასილი დიდის მშობელი და გრიგონაზიანელი ეპისკოპოსი გრიგოლ ღვთისმეტყველის მამისა და ყოველთა წმინდა შეგვიწყალეს აგვაცხოვნე ჩვენ ვითარცა სახირაც და კაცმოყარე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, გაგაზლიერო ჩემო ძვირფასობ გილოცავთ ყველა დღევანდელ დღესასწაულს. ძალიან შეიძლება არის ხოლმე რომ ჩვენ დღევანდელი დღესა მიმართებაში უფრო მეტად ახალი წლისადმი გვაქვს ჩვენი გონება და გული მიქცეული ვიდრე იმ დღის მნიშვნელობისადმი რომელიც არის დღევანდელ დღეს. ეს არის წინა დათვის დაცვით და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენი იესო ქრისტეს. როგორც ყოველს მოგეხსენებათ, ეს იყო ძველი აბრაამის დროიდან მოყოლებული წესი, როდესაც ახალშობილები მიყავდათ მერვე დღეს წინა დაიცვეთებოდა და ის უკვე იყო ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი. ეს იყო წინა სახე ნათლობისა. ახალი აღთქმის ეკლესიაში რა გვაქვს? ეს არის ნათლობა. ნათლობა არის, როდესაც ადამიანი ინათლება, ის უკვე არის ეკლესიის წევრი. აი ამ რიტუალს, აი ამ ქმედებას ავისი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეხლა აღარ გავამახვილებ განსაკუთრებულ ყურადღებას თუ რა აღთქმა დაიდო აბრაამსა და უფალს შორის, რატომ იყო ეს, რა მნიშვნელობა ჰქონდა უბრალოდ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი ღრმა მნიშვნელობა. რაც მაგალითად ძველი აღთქმაში მოიმოქმედებოდა, ამას თავისი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და გამოძახილი ახალ აღთქმაში. და ამიტომაც იყო ეს ყველაფერი. ამ ყველაფერთან ერთად, რასაც ეკლესიის მამები ამახვილებენ, წინა დაცვეთა გულის წინა დაცვეთაზე ამახვილებენ ყურადღებას. რა არის გულის წინა დაცვეთა? ეს არის ბნებებთან ბრძოლა, ჩვენს მანკიერებებთან და ცუდ ჩვეულებებთან ბრძოლა. აი უფალს ხო შევევედრე დღეს უფალო გვაპატიებდა. ყველა ეს წარსული ჩვენი ცოდვები, რაც კი წინა წელს ჩაგვიდენია, ჩვენი სისუსტეები თუ სხვადასხვა უთხოვი ჩემო. აი ზუსტად ეს არის დღევანდელი დღეს უნდა დღევანდელი დღიდან უნდა მივცეთ დასაბამი იმას, რომ ჩვენი შევეცადოთ, რომ ხვალინდელი დღეს უფრო უკეთესები გავხდით. რითი და გულს მოდგინეთ აზრისკენ სიარულით. შეზრდა ხშირი და გულწრფელი აღსარებები. ხშირი აღსარება ეს არის გულის ნიადაგის გაფხვიერება. როგორც ნიადაგს ჭირდება დამუშავება, ჩვენს გულს ჭირდება დამუშავება. და ეს პირველ რიგში იწყება აღსარებებით. მოძღვართან ურთიერთობით, საუბრით, ხშირი ზიარებით. ქრისტიანი ყოველ კვირა დღეს უნდა ეზიარებოდეს განუხრელად. რადგანაც წმინდა მაცხოვრის სისხლი და ხორცი განიტეხება, დაიკოლება თითოეული ჩვენთაგანისათვის. ეს არის გასაზრებელი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გულით და სულით მოვდივართ აი ამ წმინდა და დიდებული საიდუმლოებისადმი და ვეზიარებოდეთ ჩვენთვის დაკლულსა და ჩვენთვის სისხლის თავისი მომცემელს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა მარადიული სიცოცხლისათვის, სულის ცხონებისათვის. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ ქრისტიანი ხშირად ეზიარებოდეს მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცსა. ამ ყველაფერთან ერთად ჩემო ძვირფასებო, აუცილებელი არის კიდევ რომ ჩვენ შეძლებისაგვარად კითხულობდეთ თუ კი რაიმე შეიძლება რომ წავიკითხოთ, გონება და გული გავიმიდეთ რომ წმინდა ლიტერატურით და ჩვენმა ღვთის იმედი გვაქვს მოგვეცემა საშუალება შეხვედრების როდესაც ჩვენ სამრევლო შევხვდებით და ვისაუბრებ სხვადასხვა საკითხებზე. ამ ყველაფერთან ერთად დღეს არის განსაკუთრებული დღე იქიდან გამომდინარე რომ არის ხსენება ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამისა ბასილი დიდისა. ბასილი დიდის ისტორია ეს არის განსაკუთრებული ისტორია. ეს ძალიან მოკლედ ვიტყვი აი ამ დიდებული ადამიანის ისტორიის, ის არის სვეტი ეკლესიისა. ბასილი დიდის განსაკუთრებული ოჯახი იყო. ამ ოჯახიდან მრავალი დედმამიშვილი და 5 წმინდანად არის შერაცხილი. თავისი დედმამიშვილები ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანძელი, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი, მაკრინე და მშობლებიც წმინდანად არიან შერაცხილები.
ხო, მან მიიღო უდიდესი განათლება, თავის განათლება ბასილი დიდმა მოახმარა ზუსტად დედა ეკლესიას. ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის მისი ცხოვრება, რაც გავგებინებს თუ რა პიროვნება იყო. ოდესაც რაღაცა გძიმე საეკლესიო განსასწრელი იყო, მასთან იმპერატორი მიაგზავნეს ერთ-ერთ მმართველს და ეუბნება, რომ უნდა თუ შეაშინონ ბასილი დიდი. და აეუბნებიან, რომ აიო, შენო ბასილიო, თუ არ დაგვემორჩილებიო, ყველაფერს ჩამოგაშორებდო, ციხეში ჩავიდეთ, ბოლოსო სიკვდილით დაგჟიტო და ბასილი დიდმა უთხრა, რომ ერთი მაშინით მე არაფერი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბასილი დიდი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ძალიან მდიდარი და შეძლებული ოჯახიდან იყო. მაგრამ მან ყველაფერი მიატოვა და ბევრული ცხოვრება დაიწყო ცხოვრება და შემდეგ ეპისკოპოსი ხდება. და უკვე ეპისკოპოსის პერიოდში ხდება ის, რასაც გიყვებით და ეუბნება ბასილი დიდი, აი წათმელს მეპერი რის წათმელს მეპერი. ერთი ძველი ჩოხა მაქვს და რაღაც რამდენიმე წიგნი მაქვს. ამას უსამართლ. მეეო დაპატიმრები და გადასახლებით რომ მოკრები სადონა გადამასახლო. ხო. არ არსებობს ისეთი ადგილი რომ ღმერთი არ იყოს იმ ადგილას და ღვთის არის ყველაფერი, ანუ ვერცად ვერ გადამასახლებ ისეთ ადგილას. და მესამე კიდევ სიკვდილით რომ მემკვიდრე არც მაგის არ მიჩნია. იმდენად სუსტი ვარ, რომ ერთ დარტყმას გავიგებ და მე დანაჩენი უკვე გადავალო იმასთანო, ვისკენაცო მთელი ჩემი ცხოვრება მივისწრებ ქრისტეს. ერგეთ მადლია, გააკეთეთ ცხოვრება. და მიხვდება ეს მართალი, რომ ვერაფერს ვერ უზავნა ბასილიც. მე წავალ და მოუყვება იმპერატორს აი ამ ამბავს და იმპერატორი ეთქოს რომ დაანებოთ ბასილს თავი. მიხვდებიან თუ როგორი დიდი პიროვნების წინაშე დანანეს. აი ესეთი დიდი ადამიანი 59 წლის ასაკში გადავალ მარადიულობაში და მე უხმყოფილობს თითოეული ჩვენთაგანს, ვინც მას განადიდებენ და ვინც მას მეუხებად ყოფილობით ლოცულობს და ევედრება რომ შეგვეწირს თითოეული ჩვენთაგანს. და კიდევ გილოცავთ ახალ წელსა. რაოზა ეს არის, ჯანმრთელები ყოფილიყავთ, ბედნიერები ყოფილიყავთ, ლაპათი სიტყვებს ვერ გამოგდა დაღლილი ვარ, ჯანმრთელად იყავთ, სიკეთით იყავთ, სიხარულით იყავთ, მრავალ წელსა, მრავალ ჟამი თქვენი სიცოცხლე, ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენ ეკლესიის წევრ ჩვენს ნინოს ულოცავთ დაბადების დღეს. ნინო უკვე წლების განმავლობაში ჩვენ ეკლესიის წევრია, დიდი წლებია უკვე ჩვენი სამრევლო არის, ერთგული შვილია ეკლესიისა და ვუსურებთ ნინიკოს თავის ოჯახთან ერთად ბედნიერებას, სიკეთისა და სიხარულისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოს დღეს ჩვენი ლიასი, გარდაცვალებული ლიასი და ხათუნა ცხომელიძის დაბადების დღე არის და ათისული მოიხსენიოს უფრო. ვინმე დაბადების დღე ხო არ არის? ყველას გილოცავთ, ჯანმრთელები ყოფილიყავთ, ბედნიერები ყოფილიყავთ და გახარებულები ყოფილიყავთ. მრავალ წელსა, მრავალ ჟამი თქვენი სიცოცხლე.